ეხლა ძალიან საჭირო ინფორმაცია უნდა წავიკითხოთ აბორტების შესახებ, რასაც ჩვენი საინფორმაციოები არ აშუქებენ. უნდა გავეცნოთ თავიდან ბოლომდე ეს გვერდი წერს და სხვებმაც გამოვაქვეყნეს. ტრაგედია მასაჩუსეტსში. აბორტი უკვე დაბადებამდეა ნებადართული. აი ამათმა მისმა გუბერნატორი წავიკითხოთ, ვინც მოაწერა ხელი. აი ეს არის ფემინიზმი. ფემინიზმი ეს არის წინასახე, რასაც მივყავართ შემდგომ ამ ბავშვების მკვლელობამდე, დაუბადებელი ბავშვების მკვლელობამდე და ეს ყველაფერი არის ძველი კერპების თაყვანისცემა, რამაც ტრანსფორმაცია განიცადა და უფრო ახალ წყობაზე გადმოეწყვნენ რა. ტრაგედია მასაჩუსეტსში. აბორტი უკვე დაბადებამდეა ნებადართული. სანამ ჩვენი მედია დუმს, აშშ-ში მასაჩუსეტსის შტატში კიდევ ერთი შემზარავი კანონი მიიღეს. გუბერნატორმა მორა ჰილიმ ხელი მოაწერა აქტს, რომელმაც აბორტი ორსულობის ბოლო წამამდე უშუალოდ დაბადებამდეც კი დააკანონა. ანუ აი ბავშვი რომ უნდა დაიბადოს, დაბადების წინ უცებ თუ მომდა ქალს მაგ შტატში, ექიმი გამოუწერს ნებართვას, ოღონ შენ აბორტი გაიკეთებდა, ვინ გიტყვის მაგაზე უარს ეტყვის ექიმი და გამოუწერს ნებართვას და კი არ დაბადებს ცოცხალ ბავშვს, არამედ იქ შეყოფენ იმას რაღაც ალბათ ხელსაწყოებს, დაჭრიან ნაწილებად, ანუ დასაბადებელ ბავშვს და იმას იზამენ მერე. და ნაწილ გამოიტანენ ბავშვების აი ამ სხეულს, ანუ მოკლავენ პირდაპირ მუცელში. ანუ ამ დროს ეს არის უკვე ჩვეულებრივი მსხვერპლშეწირვის რიტუალი და დედის მუცელი უკვე კერპის სამსხვერპლოდ გადაიქცევა. მასაჩუსეტსი გახდათ რიგით მეათე შტატი, სადაც ახალჩასახულ სიცოცხლეს უკვე არანაირი შეზღუდვა აღარ იცავს. ექიმს შეუძლია მერვე ან მეცხრე თვეში ყოველგვარი სამედიცინო აუცილებლობის გარეშე სრულად ჩამოყალიბებული სიცოცხლის უნარიანი ბავშვი მოკლას. ანუ რადონი სატანისტები არიან, წარმოიდგინეთ. მე ხა ამას დავდებ YouTube-ზე და TikTok-ზე და ის შეზღუდვას დამიწესებს და წამიშლის ვიდეოს, საქონლები იმენა. სანამ ჩვენი მედია ამ თემაზე შეგნებულად დუმს, ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც თეთრკანიანი ლიბერალი ქალები ტაშითა და სიხარულით ხვდებიან კანონს, რომელიც მერვე ან მეცხრე თვეში სრულად ჩამოყალიბებული ბავშვის მოკვლის უფლებას აძლევთ. ისინი საკუთარი შვილების მკვლელობას ზეიმობენ და ამას პროგრესს ეძახიან. საქართველოში აბორტი ქალის მოთხოვნით 12 კვირამდეა ლეგალური, რაც თავისთავად უდიდესი ტრაგედიაა და ათასობით სიცოცხლეს იწირავს. 12-დან 22 კვირამდე ის იზღუდება და დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებული სამედიცინო ან სოციალურ ჩვენებისას, ხოლო 22 კვირის შემდეგ მხოლოდ დედის სიცოცხლის გადასარჩენად. მოთხოვნის საფუძველზე 12 კვირამდე ყოველგვარი მიზეზის გარეშე სახელმწიფო უბრალოდ ნებას რთავს, რომ სიცოცხლე განადგურდეს. სოციალური ჩვენებები, აი უბრალოდ საინტერესოა რატო არის და რატო ხა საბჭოთა კავშირში რომ დაწესდეს, რატო დაწესდა, გასაგებია, ასე იგი ანტირელიგიური წყობა იყო, მაგრამ ინერციით რატო მივდივართ დღემდე? თუ საბჭოთა კავშირი დაინგრა, რატო არის ეს ყველაფერი ისევ დარჩენილი ეს კანონი და რატომ არ შეიცვალა? პატრიარქმა შიო მესამემ ამაზე თქვა, რომ უნდა აიგზავნოს აბორტებიო და პარლამენტმა უთხრა არაო. აი რატო უთხრა არა? აი აქ მივდივართ საინტერესო ვინ არიან მათი უფროსები სინამდვილეში. ანუ აბორტის აკრძალვაზე უარის თქმით, პარლამენტარები თავს ესე ვთქვათ თავი გამოავლინეს, რომ სინამდვილეში ვის ემსახურებიან ისინი, ესე რომ ვთქვათ რა. სად ვიყავით? ხო, სოციალური ჩვენებები 12-დან 22 კვირამდე, რაც ნიშნავს სოციალური ჩვენება, რაც ნიშნავს სოციალური ჩვენება, ეს ნიშნავს ორსულობა გამოწვეულია გაუპატიურებით, რაც დადგენილია სამართლოს მიერ. ორსული ქალის ასაკი 15 წელზე ნაკლებია, ორსული ქალის ასაკი 59 წელზე მეტია. მანიპულაციური სამედიცინო ჩვენებები. ხშირად სამედიცინო ჩვენებად საღდება ისეთი მდგომარეობები, რომელთა მართვაც თანამედროვე მედიცინას თავისუფლად შეუძლია ან ნაყოფის ისეთი პათოლოგიები, მაგალითად დაუნის სინდრომი, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას არ უნდა ართმევდეს. საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი მანიპულაციური ნარატივი, თითქოს 22 კვირის შემდგომ პერიოდში აბორტი აუცილებელია დედის სიცოცხლის გადასარჩენად. მეცნიერება და თანამედროვე სამედიცინო ეთიკა ამით სრულად აქარწყლებს. ამის ყველაზე ნათელი დასტურია დუბლინის დეკლარაცია დედათა ჯანდაცვის შესახებ.
რომელსაც სოფლიოს ასობით წამყვანი ექიმი, მეან გინეკოლოგი და ნეონატოლოგი აწერს ხელს. დეკლარაცია არაურაზროვნად აცხადებს ორსულობის გვიანდელ ვადებზე დედის სიცოცხლის გადასარჩენად ბავშვის მიზანმიმართული მოკლა აბორტის სამედიცინო აუცილებლობას არასოდეს წარმოადგენს. იმ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც დედის სიცოცხლეს მართლაც კრიტიკული საფრთხე ემუქრება. მაგალითად, მძიმე პრეეკლამპსიის დროს სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს არა ნაყოფის დანაწევრებასა და მოკვლას, არამედ ნაადრევ მშობიარობას ან საკეისრო კვეთას. ამ დროს ექიმი მოქმედებს ორივე პაციენტის, დედისა და ბავშვის გადასარჩენად. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში 22 კვირის ბავშვის ინკუბატორში გადარჩენა სრულიად შესაძლებელია. არ არსებობს არც ერთი ეთიკური თუ სამედიცინო გამართლება იმისა, რომ ჯერ ბავშვი მოკლან და შემდეგ ამოიყვანონ. ამიტომ ეს არის დედის მუცელი არის სამსხვერპლო ამ შემთხვევაში რა. ეშმაკებს წირავენ მსხვერპლად რა. შენ ეს გინდა თუ არ გინდა, ესეა, ანუ შენ მიწახვედი გაიკეთე აბორტი, შენ ეს ნიშნავს, რომ შენ მსხვერპლად შეწირე ამ კერპებს, ძველ კერპებს და ძველ ღვთაებებს შეწირე, მსხვერპლად შეწირე შენი შვილი. ეს არის ესე. და ამას ჭირდება ძალიან დიდი მონანიება და ამაზე არაერთი განცხადება გააკეთეს სასულიერო პირებმა რა. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამ რეალობას, იმ რეალობას, რომელშიც უდანაშაულო სიცოცხლის მოსპობა სოციალური ან ხელოვნურად შექმნილი მიზეზებით არის გამართლებული. საზოგადოების უმთავრესი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ უცხოური რადიკალური კანონმდებლობების შემოსვლის აღკვეთა, არამედ საქართველოში დღეს არსებული აბსურდული დათმობების სრული გაუქმება. კანონმა უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლება სიცოცხლის დაცვის ჩასახვის წამიდანვე. და საერთოდ ეს კონტრაცეპტივები და ისინი რაც ესე ვთქვათ ანადგურებენ ნაყოფს მუცელშივე, ესენიც უნდა აიკრძალოს. კონტრაცეპტივებით დაწყებული, აბორტებით დამთავრებული უნდა აიკრძალოს და აუცილებლად ავკრძალავთ ჩვენ ამას საქართველოში.